მოგესალმებით. Ჩემთან ერთად თქვენ ახლა ხედავთ აბსოლუტურად საოცნებო ავტომობილს. ახალ მანქანას, რომლის შეძენაც ყველას მოუნდება. ერთი წამით, ზუსტად ვიცი ახლა რაც გაიფიქრეთ. კარგი, რა ჩვენ ვიცით საოცნებო ავტომობილი, ვიცით Ferrari, Lambo, Porsche და ასე შემდეგ. და მოდი დავამშვიდეთ, დავწნარდეთ და პუნქტებად გავიაზროთ, რატომ არ შეიძლება რომ აი ეს ახალი Mazda CX-60 იყოს საოცნებო ავტომობილი. პუნქტებად გავიაზროთ. მაშასე, პირველი, ყველაზე მოთხოვნად კლასს წარმოადგენს SUV კლასს. გასაგებია რომ ვიღაცა ოცნებობს სუპერსპორტულ ავტომობილზე, ვიღაცა ოცნებობს მეგა ოფროუდერზე და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ყიდულობს SUV-ს. აბა გაიხსენეთ თქვენ გარშემო ბოლოს რამდენმა იყიდა ან კუპე, ან ჰეჯბექი, ან სედანი. ყველას უნდა SUV, იმიტომ რომ ყველაზე მოთხოვნადი კლასია. ეს მანქანაც SUV კლასს წარმოადგენს. ეს უკვე პირველი, რატომაც შეიძლება იყოს საოცნებო ავტომობილი ყველასთვის თუ არა, ბევრისთვის მაინც. თითქმის ყველას რომ SUV უნდა, ეს პუნქტი უკვე გავიარეთ და ახლა მეორე, ძრავა და ამძრავობა. ბევრს აღარ უნდა ჩვეულებრივი შიგაწვისძრავიანი ავტომობილი, უმრავლესობა ოცნებობს ჰიბრიდზე, მაგრამ ჰიბრიდს აქვს ის მინუსი, რომ არ შეუძლია ჩვეულებრივ ჰიბრიდს მხოლოდ ელექტროსვლით სიარული. ბევრს უნდა შესაბამისად ელექტრომობილი, მაგრამ ელექტრომობილს თავისი მინუსი აქვს. როცა შორგზაზე მიდიხარ, გჭირდება გაჩერება, დამუხტვა, მინიმუმ 9 საათი და ასე შემდეგ. ეს მანქანა არის არაჩვეულებრივი ჰიბრიდი. არაჩვეულებრივი ჰიბრიდი და რას გულისხმობ? ეს არის დამუხტვადი ჰიბრიდი. ანუ არის ჩვეულებრივი 2 და 5 შიგაწვის ძრავა, პლუს ჰიბრიდი ელექტროძრავით, რომელიც იმუხტება და შეუძლია რომ გაიაროს ჩვეულებრივი ელექტროსვლით 76 კილომეტრამდე მანძილი. მაგრამ თუ შორგზაზე წახვალთ, არ გჭირდებათ გაჩერება და დამუხტვა, იმიტომ რომ არის დამუხტვადი ჰიბრიდი და უკვე ჩვეულებრივი ძრავაც მუშაობს და პრობლემა არ გაქვთ. გადიხართ იმდენ მანძილს, რამდენს გინდათ. ანუ მივდივართ იქამდე, რომ ეს არის არა მარტო არაჩვეულებრივი ჰიბრიდი, არამედ ფაქტობრივად ოქროს შუალედი ელექტრომობილსა და ჰიბრიდ შორის. აღარ ვამბობ უკვე ჩვეულებრივ შიგაწვის ძრავიან მანქანებზე. და რაც თავარია, მისი სიმძლავრე არის 327 ცხენის ძალა, ჯამური სიმძლავრე, ანუ 2 და 5 ჩვეულებრივი შიგაწვის ძრავა, პლუს ელექტრომოტორი და ვიღებთ 327 ცხენის ძალას. აჩქარება თუ გაინტერესებთ 100 კმ/სთ-მდე 5.9 წამში. გავაგრძელოთ მესამე პუნქტი. საწვავის ხარჯი. გასაგებია რომ ჩემნაირი old school ავტომოყვარულები 6 და 8 ცილინდრიან ძრავებზე ვგიჟდებით და ნაკლებად გვადარდებს ხოლმე ის ფაქტი, რომ ავტომობილი 10 litrზე მეტს დაწვავს 100 კმ-ზე. ძალიან თანამედროვეებს ძალიან გიყვართ ელექტრომობილები და სუფთა ელექტროსვლით სიარული. მაგრამ საიდანაც არ უნდა მოუაროთ, ყველანი საბოლოო ჯამში მაინც მივალთ იმ დასკვნამდე, რომ დამუხტვადი ჰიბრიდი მაინც ოქროს შუალედია. გავაგრძელეთ მეოთხე პუნქტი. დიზაინზე შეიძლება გრძლად ვილაპარაკოთ, შეიძლება მოკლედ, მაგრამ მე მინდა რამდენიმე დეტალზე გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. მაგალითად, პირველი, აი ეს ზომა, კარიდან, კარის ჭრილიდან ბორბლამდე. რაც უფრო გრძელია, ყოველთვის მატებს მანქანას ელეგანტურობას, თუ არ დაკვირვები ხართ, ახლა მაინც დააკვირდით და ამიტომ პრესტიჟის ზომასაც კი უწოდებენ აი ამ სიგრძეს. ასეთი სიგრძე ძალიან იშვიათია SUV კლასშიც. უფრო სედანებიდან მოდის ეს მოდა. და რაც უფრო გრძელია, მით კარგია. კიდევ ერთი რამ, რაც მანქანას ყოველთვის მატებს ელეგანტურობას, ეს არის მისი კაპოტის სიგრძე. დააკვირდით, რამ სიგრძე კაპოტი აქვს. აი, გადავწვდე ხელით რეცხვისას, ბოლომდე ვერც მივწვდები. რაც უფრო გრძელია კაპოტი, თუ გნებავთ ხუბს ვიტყვი ან, რა ვიცი, რაც შეიძლება კაპოტს ერქვას, მაგრამ კაპოტი ჯობია, ყველასთვის გასაგებ ენაზე. რაც უფრო გრძელია, მით უფრო ელეგანტურია ხოლმე მანქანა, მით უმეტეს SUV. კიდევ ერთი რამ, ნახეთ დააკვირდით ცოტა პროფილში. ცხვირი როგორი ჩამოჭრილი აქვს. აი ესე პირდაპირ ცაკ, თითქოს ჩამოაჭრესო, ჩამოათალესო. შეიძლება ხა თქვენ იფიქროთ, რომ ჯობდა მოემრგვალებინათ, უფრო კარგი იქნებოდა პროფილისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი ახლა შევხედოთ წინიდან. მე მგონია რომ
საკმაოდ კი არა ძალიან ძაფრი დიზაინი აქვს. მკაცრიც, ცოტა სასტიკიც, რავი, თუ გინდათ ულმობელი. არა, არ მეთანხმებით, მე მგონი ასეა. საერთოდ მე ძალიან არ ვარ გულგრილი Mazda-ების მიმართ და ახლა რომ დავფიქრდი, გამახსენდა 2009 თუ 2010 წელს პირველად რომ ვიარე Mazda MX-5-ით ტრეკზე და აი მას მერე აღარ ვარ Mazda-ების მიმართ გულგრილი და სხვათა შორის სხვა კლასშიც, მათ შორის SUV კლასში, ჩემთვის იმედები არ გაუცრუებიათ. აბა თქვენც იფიქრეთ. და კიდევ ერთი უკვე მეხუთე პუნქტი. მოდი ჩავიხედოთ სალონში და რაღაც მინდა გაჩვენოთ. რაღაც კი არა, ბევრი რამე. პირველი რაც მე ძალიან მომწონს არის ის რომ არ აქვს სენსორული ეკრანი. არა, ეკრანი აქვს, ძალიან კარგი გრაფიკით და ყველა ფუნქციით, მაგრამ არ არის touch. და ეს მე ძალიან მიხარია. აი ნახეთ. მხოლოდ ღილაკები. მე ძალიან მომწონს. აი აქ, ეს არ არის touch, არ არის სენსორული. კარგი გრაფიკა, საკმაოდ კარგი ზომა, მაგრამ იმართება აი აქედან, ღილაკებით. მხოლოდ ჰაპტიკური ღილაკები. და ძალიან ბევრიც რო არ ვისაუბრო ეკრანზე, ბარემ სალონის აი აქვე შევათვალიეროთ. ფერები, ხარისხი, აი ეს ნაკერები, აი ეს რბილი მასალა, სასიამოვნო ხელშესახები, არანაირი პლასტმასი, არც მაგარი, არც რბილი, არამედ აი ეს ხარისხის შეგრძნება, იაპონური ხარისხის შეგრძნება და ფერების შეხამება და რაღაცნაირი სოლიდურობა. ძალიან კაი სალონია. სანამ დავიძრებით, მოდი უკნიდანაც დავათვალიეროთ. პირველი, რაც თვალში მხვდება და რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, არის ის, რომ უკანა მაშუქები არის ცალ-ცალკე. ანუ არ არის გაერთიანებული ერთი ხაზით, განათების ხაზით. ანუ Mazda არ მიყვება ტრენდებს, მარტო იმიტომ, რომ ტრენდებს უნდა გაყვეს. მაშინ როცა თითქმის ყველა ავტოწარმოებელმა დაიწყო აი ამ უკანა მაშუქების გაერთიანება, Mazda თავისი პრინციპული დიზაინის ერთგული რჩება. და მოდი ხა ავხადოთ საბარგულიც. იმიტომ რომ საბარგული არის ძალიან დიდი და ტევადი და ერთი ძალიან კარგი გადაწყვეტილება აქვს მიღებული ასევე. მინიმალური მოცულობა, ბარემ ვთქვათ, რომ არის 570 ლიტრი, მაქსიმალური 1700 და რაც შეეხება იმ საინტერესო ამბავს, აი შუაში, ანუ მარტო 60-40 კი არ იყოფა ორ ნაწილად, იყოფა სამ ნაწილად. აი ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ როცა გრძელი რაღაცა გაქვთ ჩასადები, აი ამაზე გრძელი თუნდაც ჩადებთ პრაქტიკულად და კომფორტულად და ამავდროულად ორი ადამიანი მაინც დაждდება უკან. ეხლა წავედით, დავждეთ საჭესთან და დავიწყოთ უკვე მართვაში ტესტ-დრაივი. სანამ თვითონ მართვის შეგრძნებებზე გესაუბრებით, ჯერ მინდა ისევ გავამახვილო ყურადღება სალონზე. და პირველი რაც მინდა გითხრათ არის ის, რომ მასალები არის ძალიან ხარისხიანი. მართლა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, აი ამ ეფექტურმა, ძალიან რბილმა ზედაპირმა, აი ამ რაღაცა ნაჭრით და ესე ვთქვათ, ხარისხიანი, დიდრული მასალით გაკეთებულმა აი ამ ცენტრალურმა ნაწილმა, რომელიც აი აქეთაც გრძელდება, არც მეტი, არც ნაკლები Bentley-ის შეგრძნებები წამოიღო ჩემთვის. პლუს ფერი, რომელიც გადმოდის საჭეზე და ასევე ქვემოთ, ჯდომის პოზიცია და ასე შემდეგ. ძალიან კარგია. აბსოლუტურად პრემიუმ ემოციები წამოიღო აი ამ ელემენტებმა. მოდი ამ ეკრანს ბარემ ამას მოვხსნი. არ გვჭირდება. შევინახოთ ასე. მინდა აგიხსნათ, რატომ გამიხარდა, რომ აი ეს კარგი გრაფიკის მქონე საკმაოდ დიდი ეკრანი არ არის სენსორული. შეიძლება ძველი ვიდეოებიდანაც გახსოვდეთ, რომ მე ძალიან არ მიყვარს, როცა ნათითურები რჩება ხოლმე ეკრანზე. და ყველა იძულებულია მძღოლიც, მგზავრიც, ბავშვიც, რომ აი აქ რაღაცები გააკეთოს და არ ვიცი ახლა ვიღაცა შეიძლება ეს მოწონს, მაგრამ მე არ მიყვარს. მე მიყვარს მარტივი პრაქტიკული გადაწყვეტილებები. აი აქედან იმდენ მარტივად იმართება ეს ჩვენი ეკრანი, აი ამ დასატრიალებელ დასაჭერი ღილაკით,
ყველაფერი აქვს თან აქ რომ მართლა არ გჭირდება არც ესე ხელის გაწვენა და არც მე იმაზე ნერვიულობა რომ აი დაისვარა და გავწმინდო და ასე შემდეგ. ყველა მარტივი და სწრაფად ხელმისაწვდომი ფუნქცია აქვე გვაქვს და აქ არის უკვე კლიმატ კონტროლი და ასე შემდეგ. მულტიმედიაც და რა თქმა უნდა საჭეს არის მულტიფუნქციური და აქედანაც მართავთ როგორც კლიმატ კონტროლებს, ისე აუდიოს, კრუიზ კონტროლს და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი რო არ ვისაუბრო ამ თემაზე. ღილაკები არის ბევრი, მაგრამ ეს საჭიროა და კარგი. გადავიდეთ მართვის ამბებზე. აი, აქედან ვირჩევთ სვლის რეჟიმებს და ამ მანქანას აქვს 4 სვლის რეჟიმი, სპორტი, რომელშიც ახლა გადავხდე, ნორმალი, სრული ელექტრო რეჟიმი, EV mode, სადაც უკვე მარტო ელექტრო რეჟიმში დადის მანქანა და off-road. სხვათა შორის, აი აქვე ვიტყვი რომ ჩვენ გადაღებების დროს ვიარეთ საკმაოდ რთულ გზებზე, საკმაოდ ისეთ off-road-ზე და პოზიტიურად გაგვაოცა ამ მანქანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მეგა off-roaderi, არც ცუდი off-roaderია, მინდა პირდაპირ გითხრათ. ყველაზე მთავარი, რაც ამ მანქანაში განახლდა და ყველაზე მეტი განახლება, რასაც შეეხო, ეს არის სავალი ნაწილი. Mazda მთლიანად შეცვალა CX-60-ის სავალი ნაწილის გეომეტრია. შეცვალა როგორც წინა ორბერკეტიანი საკიდარის დეტალები და ფუნქციურობა თავიდან ბოლომდე, ასევე უკანა საკიდარით შეცვალა და ყველაზე დიდი განახლება შეეხო ამას. კაი, რა მივიღეთ საბოლოო ჯამში? მანქანა გახდა უფრო რბილი. უფრო კომფორტზე ორიენტირებული. ადრე იყო სადღაც უფრო შუაში. ცოტა მეტად სპორტულობისკენ, ცოტა უფრო მეტად ხისტობისკენ, სიხისტისკენ გადახრილი. აი, ეხლა კიდე უფრო მეტად დარბილდა, ოღონდ, აი რაღაცა მართლა ოქროს შუალედი დაიჭირეს. მოსახვეებში შედის ძალიან კარგად, ეს ჯერ კიდე ნორმალ რეჟიმში მაქვს და არ მაქვს სპორტში. მოხვევა არის ძაფრი, იმაზე უფრო ძაფრი ვიდრე იყო, მაგრამ თვითონ სავალი ნაწილის გეომეტრია შეიცვალა ისე, რომ სიმძიმის ცენტრი და ასე შემდეგ, რომ მანქანა უფრო მეტად სასიამოვნო სამართავი იყოს და მე ამას მართლა ვგრძნობ. რა იცვლება სპორტში? მანქანის სიმძლავრე არის 327 ცხენით ძალა და აი ამ სიმძლავრის მაქსიმალური გამოყენება ხდება უკვე მოხვევის გამძაფრების და კიდე უფრო მეტად გასპორტულების შემდეგ. აი მარტივად რომ გითხრათ, ეს ორტონიანი SUV ბევრად მეტი ნახდათ არ იქნება, არც ნაკლები. არის ძალიან მანევრული. აი ნახეთ სპორტის რეჟიმში. რეაგირებს ძალიან სწრაფად აქსელერაციაზე, თითოეულ ბრძანებაზე, აი ნახეთ. წამის მიათეთში, არ ვიცი. აი. საჭე არის ძალიან მძაფრი და უკავშირი მაქვს ძალიან კარგი. სპორტკარი არ არის, მაგრამ მართლა ძალიან კაი. და რაღაცა იმ სირბილეს ბოლომდე თან არ კარგავს. შეგახსენებთ რომ ეს არის დამუხტვადი ჰიბრიდი, რაც იმას ნიშნავს რომ სრულად ელექტროსვლით შეუძლია როგორც ქარხანა გვიწერს 76 კილომეტრამდე მანძილის გავლა. 76 კილომეტრი შეიძლება ყოველთვის ვერ გაიაროთ, გააჩნია როგორ ივლით. რაც შეეხება ელექტროენერგიის ხარჯს, აი ამ წუთისთვის მოდი გადავიყვან საერთო ელექტრო რეჟიმზე. ნორმალზე მქონდა, ეს არის EV mode, სადაც უკვე შიგაწვის რავა გათიშულია და დადის ხოლმე ელექტროსვლით. საწვავის ხარჯი, საწვავის არა, ელექტროენერგიის ხარჯი, ამ დროს ახლა მე მიწერს 15.9 კილოვატ-საათს 100 კილომეტრს. ეს არის ჩვენი მთლიანი ტესტ-დრაივის, თქვათ ესე, საშუალო მაჩვენებელი იყო. ქალაქიც, ავტობანიც, ტრასაც, off-road-იც და ასე შემდეგ. მოკლედ, სახლში თუ გაქვთ დამტენი და ეს მანქანა იმუხტება ჩვეულებრივი როზეტიდანაც, არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც სპეციალური დასამუხტის საშუალება გქონდეთ. მაგ შემთხვევაში 60 კილომეტრამდე მანძილს გადიხართ ელექტროსვლით და საერთოდ არ იყენებთ შიგაწვის ძრავას. მაგრამ თუ მეტი დაგჭირდათ, თუ ქალაქიდან გახვედით, უკვე შიგაწვის ძრავა 2 და 5 ერთვება მთელი თავისი შესაძლებლობებით და ჰიბრიდთან და ელექტრომოტორთან თანამშრომლობით საშუალო ხარჯი, აი ახლა ამ წუთისთვის გამოგვივიდა 7.1 ლიტრი 100 კილომეტრზე ბენზინი. მაგრამ აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვიარეთ საკმაოდ ბევრი აღმართი, საკმაოდ ცუდი გზებიც და მივიღეთ ეს შედეგი. ამ ავტომობილს რა თქმა უნდა აქვს ყველანაირი ასისტენტ სისტემა, რაც თანამედროვე ავტომობილს მოეთხოვება და უნდა ჰქონდეს. მათ ჩამოთვლას აღარ დავიწყებ.
რავი, ზოლში დარჩენის ასისტენტიდან დაწყებული უსაფრთხო დამუხრუჭება, სოს დამუხრუჭება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველაფერი, მაგრამ მე აღმოვაჩინე ერთი ძალიან კარგი ღილაკი, აი ეს მაგიური ღილაკი მარცხნივ, რომელსაც რომ დააჭერთ, საერთოდ არაფერი აღარ შეგაწუხებთ, არანაირი ზედმეტი ხმები, გამაფრთხილებელი ხმები, სიგნალები, რაც ძალიან კაია და ეს ფუნქციები ყველაფერი ისე ითიშება, რომ უცებ რომ დაგჭირდეს, აი აქედან გამორთავ ყველაფერს რომ არ შეგაწუხოს და არ დაგჭირდეს ცალ-ცალკე რაღაცების გათიშვა და არა მარტო ხმის, არამედ ფუნქციურად გათიშვაც. ეს ძალიან კაი რამე არის. და ასევე აქვე აქვს, რა თქმა უნდა, ღილაკი, რომელიც სტაბილურობას ცალკე, სტაბილურობის კონტროლს თიშავს, რაც ხშირად ოფროუდში დაგჭირდებათ, ხშირად ისედაც გზაზეც დაგჭირდებათ, თუ გართობა მოგინდებათ და მაგისთვის რა თქმა უნდა საჭიროა, რომ სპორტშიც იყოს მანქანა გადართული, მე კიდევ ერთხელ გადავრთავდი სპორტში, მაინც ძალიან მიყვარს სპორტის რეჟიმში სიარული, როგორ ემატება ეგრევე ყველაფერი, ეს უცებ რაღაცა ფხიზლდება მანქანა, მოხვევა მზაფრდება, კიდევ ერთხელ ვიტყოდი ამას და რა ვიცი ხომ თლად Mazda MX-5-ით არ დადის, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში SUV-ის კვალობაზე ძალიან ცოცხალია, საკმაოდ მძლავრიც არის, მოჭიდებაც ძალიან კაია, ეხა უფრო მომცა მაგის საშუალება. აი ესე გაკრულია ასფალტზე, თუ გზას ხელს შეგიწყობს, მუხრუჭი მძლავრი, სტაბილური, მოკლედ. ხო, აი ამის თქმა მინდოდა და ეს არ უნდა დამავიწყდეს. იმდენად კარგად დააბალანსეს მისი სავალი ნაწილი. ხმებიც კარგი აქვს, იმდენად კარგად დააბალანსეს სავალი ნაწილი, რომ მანქანა გახდა გაცილებით კარგად კონტროლირებადი, გაცილებით სტაბილური და სასიამოვნო სამართავი. და ბოლოს სანამ დასკვნაზე გადავალთ და შევაჯამებთ ჩვენს test drive-ს, მოდით კიდევ ერთხელ კარგად გავიაზროთ დეტალურად, რას მოჰყავს ეს ავტომობილი ამ ძრაობაში. ნაცნობი 2.5 ბენზინის ძრავა, 4 ცილინდრიანი, პლუს სინქრონული ელექტრომოტორი PMS-ი, რომელსაც საჭირო ელექტროენერგიით 17.8 კილოვატ-საათიანი ლითიუმ-იონური ელემენტი უზრუნველყოფს. ჯამში ასე ვიღებთ 241 კილოვატს, უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, 327 ცხენის ძალას. აი სპორტის რეჟიმშივე უნდა დავამთავრო, სხვანაირად არ შემიძლია. ამასობაში აი ამ აგრესიული სვლით დაგვრჩა ელექტროენერგიის რესურსი 11 კილომეტრი და 140 კილომეტრს უკვე საბოლოო ჯამში საწვავის და ელექტროენერგიის რესურსის, დასავლელი მანძილის რესურსის ჯამს. ანუ ცოტა ხანში უკვე საწვავიც უნდა ჩავასხათ. დამუხტვა უკვე სახლში. მაშასე, მოდი შევაჯამოთ ჩვენ დღევანდელი test drive-ი. ცხადია, მე არ ვაპირებ რომ ჩემი აზრი მოგახვიოთ თავს. საბოლოო ჯამში თქვენ თვითონ უნდა მიხვიდეთ იმ დასკვნამდე არის თუ არა ახალი Mazda CX-60 თქვენთვის საოცნებო ავტომობილი. მე შემიძლია გითხრათ, რა მომწონს ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ Mazda არ ღალატობს თავის პრინციპს, თავის ხაზს და არ ყვება ტრენდებს მარტო იმიტომ, რომ ტრენდს უნდა აყვეს. აი ეს ძალიან მომწონს და უკვე გითხარით რატომაც. არის ძალიან ეფექტური, ფაქტია. გამოიყურება კარგად. დადის ძალიან კომფორტულად, გაცილებით უკეთესად ვიდრე წინათაობა განახლებამდე დადიოდა. არის ძალიან ეკონომიური და არის ფაქტობრივად ოქროს შუალედი შიგაწვის რავიდან ელექტრომობილამდე მისასვლელ გზამდე. აქვს ძალიან ხარისხიანი და საკმაოდ ვიზუალურად დახვეწილი სალონიც. ტაჩპადი და სენსორული ეკრანი რომ არ აქვს, ეს მე პირადად ძალიან მომწონს, დანარჩენი თქვენი საქმეა. მოკლედ, ამ ყველაფრის ერთობლიობა მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს საკმაოდ სრულყოფილი ავტომობილია. რამდენად საოცნებოა, ეს თქვენ გადაწყვეტეთ.
ფაქტია, რომ ახალი Mazda CX-60 უკვე საქართველოშია, Mazda ცენტრი თეგეტაში გელოდებათ და მისი ფასი არის $45,500 ეკვივალენტი ლარში. დროებით